მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2026 წელი ამოცანა ნომერი 1. არაწესიერი ფორმის სხეულის ყველა ზომა ორჯერ გაზარდეს პროპორციების შეუცვლელად. და რამდენჯერ გაიზარდა მისი ზედაპირის ფართობი გიკითხებია. აქ არის მნიშვნელოვანი მომენტი ის, რომ ჩვენ გვეუბნებია, რომ ზომა ფიგურის გაიზარდა პროპორციების შეუცვლელად. თუ პროპორციები არ შეიცვლება, შესაბამისად ფორმა არ შეიცვლიდა. თუ ფორმას არ შეიცვლიდა, აქედან პირველი პასუხი შეგვიძლია პირდაპირ გამოვრიცხოთ, იმიტომ რომ ფორმას არ იცვლის, რადგანაც პროპორციების შეუცვლელად გაიზარდაო და ნუ ეხლა ჩვენ ნებისმიერი ფიგურა შეგვიძლია ავიღოთ, მოდი ზოგადოების შევსრულდავად, შეგვიძლია ავიღოთ ეხლა მაგალითად რომელი ფიგურა, ნუ იყოს მაგალითად სფერო ავიღოთ. სფერო ავიღოთ, ასეთი სფერო ავიღოთ. ნუ რადიუსი არის იყოს r. სანამ გაზრდნენ ორჯერ ზომებს, ხო, s-ი ზედაპირის ფართობი იქნებოდა 4πr კვადრატი, ხო? და თუ ორჯერ გაზარდეს, რადიუსი გაუზრდიათ, მაშინ ორჯერ ყველაფერი გაიზარდა, ესე იგი ყველაფერი სხეულის ყველა ზომაო. რადიუსი თუ ორჯერ გავზარდეთ, მაშინ ეს არის საწყისი s-ი და s' გახდებოდა 4π-ჯერ რადიუსი თუ ორჯერ გაიზარდა 2r-ის კვადრატი. ეს ტოლი იქნება 4-ჯერ 4πr კვადრატი, ხო? კი ბატონო, ეხლა ეს საწყისი s-ი არის, როგორც ხედავთ. აი, ეს საწყისი s-ი არის. შესაბამისად, ახალი მიღებული ფართობი ტოლი ყოფილა წინაზე 4-ჯერ მეტი ის. აი, ასე ბატონო ჩემო, ანუ რა გამოგვივიდა? მეორე შემთხვევაში ფართობი გამოგვივიდა საწყისის 4-ჯერ მეტი ზომის. შესაბამისად, პასუხი იქნება d.